ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს არ გამოუცხადებენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნები პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობით და მათ მიერ არჩეული ცესკოს შემადგენლობით ჩატარდება. ოპოზიცია კი ოცნების მტკიცებით ყაველაშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას სრული შემადგენლობით მიიღებს. არჩევნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა მე ამას წინას ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ პოლიტიკურ განცხადებებს ხა დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. პაპუაშვილის განცხადებას პასუხობენ ოპოზიციაში. ოცნების ოპონენტების თქმით, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას კი საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მიიღებენ. მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის ასეთ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას, ბუნებრივია აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს სისტემა, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და ამას ითვალისწინებს სწორედ არჩევნები. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური სპექტრი იქნება ერთიანი. ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, ეს არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. ხალხი 100 დღეზე მეტი არის ქუჩაში, ჩვენ ეს დღისასრიგი გვაქვს, ეს მოთხოვნები გვაქვს მაგიდასთან და სხვა არჩევნებს არ გამიხილავთ. თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ თუ არა? ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ ეტაპზე არ რელევანტურია ამ მიმართულებით პასუხისგაცემა, რადგანაც ჩვენი მთავარი საკითხები და ჩვენი მთავარი საზრუნავი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ხელახალი არჩევნების მიმართულებით დარწმუნებული ვართ, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგანაც ქვეყანაში არსებობს საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისი, საპარლამენტო პოლიტიკური კრიზისის განტვირთვის ერთადერთი გზა, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში არის არაქმედუნარიანი პარლამენტი, რომელიც შედგება 99 წევრისგან, ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. ნებისმიერი არჩევნები, რომელზეც იქნება საუბარი, არის მნიშვნელოვანი შეცვლილ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ჩვენ გადავამღერებთ ისევ წარსულ, ესე ვთქვათ, ისტორიას და ისევ მივცემთ საშუალებას ოცნებას მოიპაროს და ჯიბეში ჩაიდოს არჩევნები. ამასთან მიმართებით მე მეტის კომენტირებას არ ვაპირებ. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.